გამარჯობა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტსაბჭოს წევრი პოლიტოლოგი გიორგი რემაძე. გამარჯობა გიორგი. მოგესალმებით. მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში და ვფიქრობ უნდა დავიწყოთ ინფორმაციით, რომელიც ყურადსაღებია განსაკუთრებით საქართველოს ხელისუფლებისთვის, ვფიქრობ, ვინაიდან რუსული მედია საშუალებები, სამთავრობო მედია საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთში, კურსკის ოლქში, სადაც ახლა უკრაინული დანაყოფები არიან შეჭრილნი, სოფელ პორეჩნოეში გარდაცვლილ სამოქალაქო პირებთან ერთად იპოვეს საქართველოს დროშა, უпростоრო დროშა, რომელსაც იყენებს ეს ეგრეთ წოდებული ქართული ლეგიონი და ამის შესახებ ასეთი ინფორმაცია ვრცელდება. გარდა ამისა, ასევე იყო ცნობები იმის შესახებ, რომ კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, გუშინ გავრცელდა ასეთი ცნობა და საერთო ჯამში 65-ს და უკვე ამ ქართველ მებრძოლთა დაღუპვის ფაქტები საკმაოდ დიდი რიცხვია და რა შეიძლება მოიმოქმედოს ხელისუფლებამ. ჩვენ გვახსოვს, როდესაც ჯერ კიდე ეს ეგრეთ წოდებული ომის პარტია, რომელიც მოგვიწოდებდა, რომ პირდაპირ თვითმფრინავებით გადაესროლათ იქ საბრძოლო პოზიციებზე ქართველი მებრძოლები უკრაინის მხარდასაჭერად. შემდეგ იყო განცხადება, რომ ეს ადამიანები არიან ნებაყოფლობით წასულნი, ხოლო შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ თქვა, რომ ირიცხებიან ოფიციალურად უკრაინის შეერაღებულ ძალებში. ასე რომ დაქირავებულთა შესახებ მათზე ვენის კონვენცია არ ვრცელდება, ვთქვათ ეს მტყვეთ ჩავარდნა თუ ასე შემდეგ. თქვენ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს საგანგაშო, რომ რუსეთის მედია უკვე წერს, რომ მათ ტერიტორიაზე, კურსკის ოლქზე არის ლაპარაკი, სადაც შეჭრილია ეს უკრაინული ნაწილები, იპოვეს ეს დროშა, თან იქვე იყო უკვე მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცილი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები პატივცემულ მაყურებელს. ეს არის იმის შედეგი, რასაც დასავლეთი საქართველოს, ასე ვთქვათ, ცდილობს, რომ საქართველოს თავს მოახვიოს ის მოვლენები, რაც მიმდინარეობს უკრაინაში, ანუ ცდილობენ ის მილიტარისტი ძალები, რომ საქართველო ჩართან კონფლიქტში და საქართველო გადააქციონ კიდევ ერთ იმ ცხელ წერტილად, რომელსაც გამოიყენებენ რუსეთის წინააღმდეგ და ქართველ ჯარისკაცებს გამოიყენებენ როგორც საზარბაზნე ხორცს და მართლაც დღეს ესე იგი რუსეთის არმია ყოველდღიურად ათავისუფლებს უფრო მეტ ტერიტორიას, იგივე დონეცკში, ლუგანსკის მიმართულებით და სხვა ოლქების და რა თქმა უნდა კურსკის მიმართულებით და ბოლო ერთ კვირაში 4 დასახლებული პუნქტი იქნა გათავისუფლებული კიევის ნაცისტური ხუნტის ფორმირებებისგან, ის არავითარი ჯარი არ არის უკრაინის, ისინი არიან უბრალოდ ტერორისტები, რომლებიც ატერორებენ ადგილობრივ მოსახლეობას კურსკში და როდესაც ისინი თმობენ ასე ვთქვათ პოზიციებს, ისინი გადადიან მოსახლეობის ტერორზე, რაც წმინდა წყლის ფაშიზმი არის, ხო და ტერორი არის. და მოგეხსენებათ, ესე იგი რუსკოე პორეჩნოეში, როდესაც რუსმა ჯარ უკვე გათავისუფლებული დასახლებული პუნქტი, როდესაც რუსმა ჯარისკაცებმა ნახეს ერთ-ერთი სარდაფში, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, 22 მშვიდობიანი მოსახლე ადამიანი იყვნენ, ანუ ნაწამები, მოკლული და იქვე იყო საქართველოს დროშა, ეგრეთ წოდებული ქართული ლეგიონის, ასე ვთქვათ, ნიშნად, ხო, რომ ვითომ იქ იყვნენ ეს დაქირავებული ბოევიკები, რომლებიც, ზოგადად საქართველოს დისკრედიტაციას ახდენენ და მეორეს მხრივ ამასთან დაკავშირებით ჩვენი პარტიის საერთაშორისო მდივანმა ბატონმა მამუკა ფიფიამ დღეს გააკეთა კომენტარი რუსულ მედიასთან და დეტალურად ისაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით
და დიდი ალბათობით სავარაუდოდ ეს არის პროვოკაცია, ანუ შეიძლება იქ ის ბოევიკები, ქართველი ბოევიკები არ ყოფილან და უკრაინის მხარემ მოახდინა პროვოკაცია, რომ ნეგატივი მოახდინოს ქართულ-რუსულ ურთიერთობების დარეგულირების მიმართულებით. მოგეხსენებათ ეტაპობრივად ჩვენ ვახერხებთ, რომ ორ ქვეყანას შორის იქნას დალაგებული ურთიერთობები და უკრაინის მხარე, როგორც დასავლური პროპაგანდისა და ვაშინგტონის პირდაპირ დირექტივების შემსრულებელი კიევის რეჟიმი ახორციელებს მსგავს პროვოკაციებს, რომ მოახდინოს საქართველოს დისკრედიტაცია. ანუ არ არის გამორიცხული, რომ ეს დროშა პირიქით თავად დაეტოვებინათ უკრაინელებს, რომ მოხდარიყო მოეხდინათ საქართველოს მხარის დისკრედიტაცია და ნეგატიური, ასე ვთქვათ, ელფერი შეეძინა იმ პროცესს, რასაც ქვია რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირების და ნორმალიზაციის პროცესი. ეხლა ეს რას უკავშირდება? ის რომ კიევის ხუნტა ასე ტერორზე გადავიდა, ისინი დიდი ხანია ტერორზე გადადიან, მაგრამ ეს იყო განსაკუთრებული ისეთი ტერორი, რომელიც პირდაპირ მეტყველებს, რომ ეს კიევის ხუნტა არის უკვე ტერორისტული რეჟიმი და არა რომ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება, რომელსაც ასევე ვადაგასული არის იგივე ზელენსკი და უკრაინის პარლამენტი. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ კიევის რეჟიმი ყოველდღიურად მარცხდება, რუსეთის არმია ათავისუფლებს კურსკის დასახლებულ პუნქტებს და ასევე სხვა მიმართულებით, ესე იგი როგორც წეღავთქვი დონეცკის მიმართულებით და როგორც გაცხადებული იყო ტრამპის მხრიდან და მას ეძახდნენ მშვიდობის მტრედს, ხო? ასე ცოტა ისე ვთქვათ, რომ ის არავითარი მშვიდობის მყოფელი არ არის და ეს ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ მან ცოტა ხნის წინ, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მზად არის კიევს გაურიგდეს ბიზნეს გარიგებით და იმის სანაცვლოდ, რომ დაეხმარება, გააგრძელებს დახმარებას, მაშინ ამ შემთხვევაში კიევის მხარემ უნდა დაუთმოს მას იშვიათი წიაღისეულები, ის მინერალური წიაღისეულები, რომელიც როგორც ცნობილი არის, ყოფილი უკრაინის ტერიტორიაზე, დღეს უკვე ლუგანსკიც და დონეცკიც რუსეთის შემადგენლობაში არის, მოგეხსენებათ, მათ რეფერენდუმი ჩაატარეს და ყოველგვარი სამართლიანი, ასე ვთქვათ, პროცედურების შეუერთდნენ რუსეთის ფედერაციას და აი ამ ტერიტორიაზე მსოფლიოში არსებული იშვიათი მინერალებისა და წიაღისეულების 5% არის უკრაინის ყოფილ ტერიტორიაზე და კერძოდ ეს წიაღისეულები განლაგებული არის ლუგანსკის, სადაც მე ვიმყოფებოდი შარშან, ლუგანსკის, დონეცკის და ასევე დნეპროპეტროვსკის აი ტერიტორიაზე. უკვე ლუგანსკი და დონეცკის ოლქები, როგორც თქვი, რუსეთის შემადგენლობაში არის და დარჩენილი არის დნეპროპეტროვსკის ოლქი, სადაც ასევე ეს წიაღისეულები საკმაოდ დიდი რაოდენობით არის და ტრამპის გათვლა ზუსტად ეს არის, რომ ეკონომიკურად გაურიგდეს კიევს და ის დნეპროპეტროვსკის წიაღისეული მიითვისოს იმის სანაცვლოდ, რომ დაეხმაროს იარაღით. და ამის მერე ამ განცხადების შემდეგ უკვე რამდენიმე დღის მერე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა ფარულად განაახლეს კიევის რეჟიმის მომარაგება იარაღით. ანუ ეს რა არის, ესე იგი, თუ ტრამპი აცხადებს ერთს და აკეთებს მეორეს, ის არავითარი იქით არ არის მიმართული, რომ შეერთებული შტატების პოზიცია და მიმართულება შეცვალოს მილიტარიზმიდან, ასე ვთქვათ, მშვიდობიან რეგულაციამდე, ხო, რომ დამთავრდეს კონფლიქტები, რაც მან არჩევნებამდე განაცხადა და დაპირდა მსოფლიოს, რომ დაამთავრებდა უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებს. მაგრამ სულ სხვა ხდება, ხო? იგივე უკრაინაშიც ახლა თუ განაახლა შეერთებულმა შტატებმა იარაღის მიწოდება, იქ კონფლიქტის ესკალაცია მოხდება და ამაში
რუსეთის მხარე ყოველთვის აფრთხილებდა დასავლეთს, რომ ეს არ გაეკეთებინა და დღეისათვის უკვე ესე იგი რით შეიძლება ეს დამთავრდეს, რომ დღეისათვის რუსეთის არმია დნეპროპეტროვსკის ოლქთან უკვე რამდენიმე კილომეტრში არის და როგორც აი რუსი სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, საჭირო არის აი ტრამპის ქმედებების საპასუხოდ, საჭირო არის რომ ასევე გათავისუფლდეს დნეპროპეტროვსკის ოლქი და ამის შემდეგ უკვე ტრამპი და შეერთებული შტატები დაკარგავს ინტერესს უკრაინის მიმართ და ამის შემდეგ უკვე მოგვარდება უკრაინის კონფლიქტი. ხო ეს არის ერთადერთი გზა, რომ ანგლოსაქსებს აი ამ ძალის ენით უნდა ელაპარაკოს. სხვა ენა მათ არ ესმით ფაქტიურად და იგივე აქ საინტერესო ის გახლავთ ერთი მომენტი, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის მომავალ გეგმებზეა საუბარი ამის შესახებ გუშინ New York Times-მა გამოაქვეყნა კიტ კელოგთან ინტერვიუ, სადაც ეს კელოგი ლაპარაკობს თუ რა ნაბიჯებს გადადგამენ უახლოეს მომავალში. და კელოგი ამბობს, რომ შესაძლოა უფრო მკაცრი გახდეს რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო პოლიტიკა, ვინაიდან ის სანქციები, რაც იქნა დანიშნული ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, 10 ბალიანი სისტემიდან მხოლოდ 3 ბალზე არის ახლა ნიშნული. ანუ შედეგი არ მოაქვს და ეს სანქციები შეიძლება შეეხოს ისევ და ისევ სანავთობო საკითხებს. რუსეთი ჩვენ ვიცით, რომ ძირითადად საკმაოდ დიდი და სოლიდური თანხების მსხვილი ნავთობის ექსპორტისგან შედის და ეს სანქციები უნდა გავზარდოთ, მაგრამ კელოგი როგორც ჩანს მართლაც უკეთ იცნობს რუსეთის მენტალობას, ვიდრე სხვა რომელიმე სახელმწიფო მოხელე ამერიკის შეერთებული შტატების. მან თქვა ასეთი ჭეშმარიტება, რომელსაც მე პირადად არაერთხელ გამისვია ხაზი და მithქვამს, აი რადიო თავისუფლება, რომელიც ფინანსდება პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო კონგრესის მიერ და პირდაპირ ესეთ გლობალისტურ ლიბერალური ნარატივით ავრცელებს ამ ინფორმაციებს, ან შემადგენლობარი და პროპაგანდისტული კი ბატონო, ყოველთვის გამორჩეულად წერს, რომ რუსეთმა ამ ომში უკვე დაკარგა ამდენი და ამდენი მებრძოლი. აი უკრაინამ კიდე შედარებით ნაკლები და ყოველთვის ხდება პედალირება ამ დაკარგულ მებრძოლებზე. კელოგმა თქვა პირდაპირ რუსებს დნმ-ში აქვთ ასეთი ომების წარმართვა მოწინააღმდეგეს დაღლაზე. მიუხედავად იმისა, რომ დანაკარგის შესაძლოა მართლაც, ახლა ომია და ორივე მხარეს აქვს, მას მოყავს მაგალითისთვის სტალინგრადი. როდესაც 700,000 მებრძოლი დაიღუპაო, მაგრამ ეს, აი კიდე გავიმეორებ, ჩემი სიტყვები არ არის კელოგის, რუსეთზე არ მოქმედებს, როდესაც მოწინააღმდეგესთან აქვს ეგზისტენციალური ომი და მისთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი, რამდენ ადამიანს დაკარგავს ამ ბრძოლაში. და ამას ხაზი გაუსვა. შესაბამისად, იქ მართლაც სურთ ამ ომის დასრულება, მაგრამ ყველანაირად ცდილობენ, რომ აი წმინდა ესეთი ვაჭრობის საკითხი წინა პლანზე იყოს წამოწეული, ამბობენ, რომ ორივე მხარემ უნდა დათმოს, ანუ როგორც რუსეთმა, ასევე უკრაინამ. აი ეს საინტერესო ის გახლავთ, გამოუვა თუ არა ესეთი მედიაციის როლი ამერიკის შეერთებულ შტატებს. ვიცით რა არის შეერთებულ შტატებს სინამდვილეში არ უნდათ კონფლიქტის დასრულება და ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რაც ტრამპმა გააკეთა, ანუ თქვა რომ დავასრულებ კონფლიქტს და ამის მაგივრად მან დაიწყო ჯერ დაიმუქრა სანქციებით, რომ აი თქვა ვლადიმერ პუტინი თუ არ დამთანხმდებაო, სანქციებს ასე თქვა განვაახლებოდა. მეორეს მხრივ უკვე დღეს უკვე აცხადებს, რომ ის გაურიგდება კიევის რეჟიმს, რომელიც ფაქტობრივად ლეგიტიმური არც არის და ამავე დროს ის ანახლებს კიევის რეჟიმის, ასე ვთქვათ, იარაღით მომარაგებას, ხო? ეს არის ჩვეულებრივი ანგლოსაქსური ტაქტიკა, რომელიც მიმართული არის ორ მაგ სტანდარტებზე. ერთის მხრივ გეუბნება ერთს, აკეთებს მეორეს და ასე ვთქვათ, იგივე ჩინეთთან მიმართებაში რამდენჯერ მოხდა ისე, რომ დაპირდა, რომ ასე ვთქვათ, მოაგვარებდნენ სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის ტაივანის საკითხს, მაგრამ სინამდვილეში მოხდა ის, რომ ასე ვთქვათ, ტაივანში შემდეგ ჩაფრინდა ეს
ნენსი პელოსი და მოხდა ესკალაცია ორი ქვეყნის შორის ურთიერთობების. ეხლა რო დაუბრუნეთ უკრაინის საკითხს, ჩვენ იქ ხედავთ რას, რომ რუსეთის არმია ათავისუფლებს დასახლებულ პუნქტებს, მათ შორის უკრაინის ტერიტორია თვითონ უკრაინელი მოსახლეობა, რომელიც კიევის ხუნტის მიერ არის ტერორიზირებული უკვე 2014 წლიდან და მე ჩემი თვალით ვნახე, როდესაც ლუგანსკში ვიყავი შარშან ზაფხულში და იქ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი პირადად აგვიხსნა იქ არსებული ვითარება და როგორ ახორციელებდნენ ეს კიევის რეჟიმის წარმომადგენლები დევნას იმ მოსახლეობისა, რომელიც ტოვებდა საკუთარ სახლებს და იხიზნებოდა ზურგში, ანუ ლუგანსკის სამხრეთით მიმართულებით და ასე ვთქვათ, აფარებდნენ თავს იგივე უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლებს და ზუსტად აი ამ საერთო საცხოვრებლებზე ხდებოდა შეტევა артиллериით უკრაინის მხრიდან. ანუ დევნიდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და იგივე ხდება ახლა ახლო აღმოსავლეთშიც. იგივე ტრამპი ამბობს, რომ თუ ამბობდა, ესე იგი, არჩევნებამდე რომ ახლო აღმოსავლეთში დაამთავრებდა კონფლიქტებს, მან როდესაც გაიმარჯვა არჩევნებში ჯერ კიდევ შემოდგომით, ამას მოყვა ის, რომ სირიაში მოვიდნენ ის ალ-ქაიდას და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების წევრები და დაიკავეს ქვეყანა, ხო, განდევნეს ხელისუფლება, ასადის ხელისუფლება და ამას მიესალმა ტრამპი, რომ აი და აქეთ დაადანაშაულა ასადი, რომ ის არ იყო ღირსეული ლიდერიო. და რას ხედავთ დღეს იგივე ღაზას სექტორში, ხო? ტრამპა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ესე იგი ღაზას სექტორი უნდა იყოს ასე ვთქვათ, ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა დატოვოს ეს ტერიტორია, გადავიდეს იგივე იორდანიაში, ეგვიპტეში და ღაზას სექტორი ტრამპმა უნდა აქციოს რივიერად, ხო, ანუ საკურორტო ზონად. Edwards ამოთხეთ კი დამსვენებლებს. ანუ ესე იგი ადგილობრივი მოსახლეობა ანგლოსაქსებისთვის, მათ შორის ტრამპისთვის არის აბსოლუტურად აი არასაჭირო ადამიანები, რომლებმაც უნდა დატოვონ თავისი საცხოვრებელი და მათი საცხოვრებელი რესურსები უნდა მიითვისონ, ხო? და იქ ესე იგი ღაზაში ტრამპს არავითარი ის საკურორტო ზონის ინტერესი არ აქვს. იქ არის კონკრეტულად, ესე იგი, ღაზას სექტორის იქ სანაპირო ზოლზე გასწვრივ, ანუ შელფზე არის საკმაოდ დიდი რაოდენობით ნავთობი, დაახლოებით $1 ტრილიონ ექვივალენტის ნავთობი და ზუსტად ეს ინტერესი აქვს ტრამპს და არავითარი იქ ადგილობრივი მოსახლეობის ან კიდევ ტერიტორიის გადაქცევად რივიერად. იგივე ინტერესი აქვს უკრაინაში, რაც თქვა, ხო, რაც წეღანაც გავიმეორე, რომ მას რესურსები აინტერესებს. ანუ თავის დისკრედიტაციას თვითონ უახდენს ტრამპი და ეს ძალიან კარგი პროცესია, რაც მიდის აი ეს ინფორმაციული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, და ძალიან ცუდი პროცესი არის თავად ამერიკელი ხალხის მომავლისთვის, იმიტომ რომ ჯერ ერთი ბაიდენი იყო პოლიტიკური მუმია, ჩვენ გვახსოვს როგორი რამდენი კონფლიქტი წამოიწყო მან და ტრამპი როგორც ხედავთ, ნუ დაახლოებით იგივე პოლიტიკას აგრძელებს, უბრალოდ შეინიღმა კონსერვატორული ნიღბით, ჩვენ გვახსოვს 2020 წელს, როდესაც ტრამპი იგივე LGBT დროშით გამოდიოდა საარჩევნო კამპანიის დროს და შეგიძლიათ აი Google-ში აკრიფოთ ტრამპი LGBT დროშიც და თქვენ ნახავთ აი ამ მასალებს, სადაც ის მათ შორის ლიბერალებს უგორებდა კოჩს და LGBT პროპაგანდაში იყო ჩართული, რაც ჩვენ ქვეყანაში აკრძალული არის, ხო, კონკრეტული კანონით. და შემდეგ უკვე 2021 წელს იგივე ტრამპის მმართველობის დროს საქართველოში გამოგზავნეს ელჩად თებერვალში 2021 წლის კელი დეგნანი, ასევე ეს გარყვნილების პროპაგანდისა და პრაიდების ორგანიზატორი და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ვინ არიან ანგლოსაქსები, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაცია. ამბობენ ერთს, მშვიდობაზე ლაპარაკობენ, აორგანიზებენ კონფლიქტებს საქმით, ხო? ამბობენ
რომ ისინი დაალაგებენ ურთიერთობებს და მათ შორის შეხვედრაზეც ისაუბრა ტრამპმა, რომ ვლადიმერ პუტინს შეხვდებოდა, სი ძინპინს შეხვდებოდა და დაალაგებდა ურთიერთობებს, მაგრამ სულ საწინააღმდეგოს ხედავთ, ხო, დღეს აი ბატონმა პესკოვმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით არავითარი შეხვედრაზე, არავითარი საუბარი აღარ არის დღის წესრიგში და ეს იმაზე მეუთითებს, რომ ტრამპს არ სურს არც დიალოგი, არც მშვიდობიანი გეგმა. ის განაახლებს კონფლიქტებს, განაახლებს ესკალაციას, ასევე ეკონომიკური მიმართულებით სანქციების, ასე ვთქვათ, მათრახს გამოიყენებს, მისი აზრით, ასე ვთქვათ, ძალისმიერ მეთოდს, რომელიც ბუმერანგივით უბრუნდება შეერთებულ შტატებს და ამერიკის მოსახლეობას, რომელიც ჩვეულებრივი მოსახლეობა, რომელმაც აირჩია ტრამპი, რომ გამოიყვანოს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან, მაგრამ როგორც ხედავთ, ანგლოსაქსები არ იცვლებიან, მათი პოლიტიკა არ იცვლება და ისინი აგრძელებენ აი მილიტარიზაციას რეგიონის. ნუ ეხლა რაც შეეხება იქ ეკონომიკურ მიმართულებას, ჯერ მექსიკას და კანადას დაუწესა 25%-იანი სატარიფო შეზღუდვები, სატარიფო ომი გამოუცხადა ფაქტიურად. მაგრამ ნუ მოხდა გარკვეული შეთანხმებები და მოუხსნა. ნუ იქიდან ამეთ იმის დემონსტრაციას ახდენს ვაშინგტონი, რომ ასე ვთქვათ, თუ დათანხმდებიან ის ქვეყნები იმ პოლიტიკაზე, რასაც ტრამპი აწარმოებს და თავს დაუხრიან, ნუ მას მოუხსნის ტარიფებს და შეუწყვეტს ეკონომიკურ ომს, მაგრამ ამაზე ახლა ყველა ასე ვთქვათ იგივენაირად არ უპასუხებს, როგორც კანადამ და მექსიკამ, ან კიდევ პანამამ. ხო, პანამამ საერთოდ განაცხადა, რომ ჩვენ ველოდებითო, რომ ამერიკელი სამხედროებიო მოვლენო და დაიცავენო პანამის ტერიტორიას. ან პანამაც დანებდა, ასე ვთქვათ, იქ სალვადორის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკიდან წამოსულ მიგრანტებს, რომელსაც ვენესუელა არ მიიღებს, მზად არის, რომ ეს დამნაშავეები მიიღოს საკუთარ ტერიტორიაზე. ანუ ყველა ქვეყანა ამბობთ, რომ დანებდნენო. კი, ის ახლა კი, მაგრამ ჩინეთი და ევროპა არა. საქართველოს ხელისუფლება ელოდება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვას. რა დღის წესრიგი ექნება კავკასიასთან მიმართებაში ტრამპს, ეს ჯერ კიდევ მართლა კითხვები არსებობს. ახლა თუ გადავხედავთ ჩვენი მეზობლების ქმედებებს, პაშინიანი ჩავიდა მაგალითად და ჯეი-დი ვენს შეხვდა ვიცე-პრეზიდენტს. და როგორც ამბობს, ძალიან კარგი საუბარი ჰქონდა მასთან. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ტრამპს ექნება ისევ ექსპანსიონისტური პოლიტიკა კავკასიაში. როგორც ვერსია. აი თქვენ როგორ ფიქრობთ? აი თუ კი საქართველოს ხელისუფლება გამოაცხადებს ესე ხმამაღლა იტყვის, რომ გადატვირთვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, კარგად მიმდინარეობს, ეს შეიძლება იყოს განხილული რაღაცის დათმობად? შეიძლება იყოს განხილული თუნდაც აი ეს სიტყვა, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომ დათმობა მოუწია თბილისს რაიმესი? თბილისს ჯერჯერობით არაფრის დათმობა არ მოუწია. ნუ ჩვენ უნდა უპასუხოთ იმით, რომ უნდა ვისარგებლოთ იმ სიტუაციით, რაც ხდება დასავლეთში. კონკრეტულად, ნუ ეხლა თუ კანადამ და მექსიკამ და სალვადორმა და პანამამ დაუთმო შეერთებულ შტატებს იქიდან გამომდინარე, რომ მეზობელი ქვეყნებია და ძალიან დასუსტებულები არიან შეერთებულ შტატებთან შედარებით, ჩინეთის შემთხვევაში ესე არ მოხდა პირიქით. ჩინეთმა უპასუხა ძალიან ხისტად, როდესაც ტრამპმა დაუწესა ტარიფები 15% გაზსა და ნავთობზე და 10% კიდევ რაღაც სხვა პროდუქციაზე ჩინეთმა უპასუხა იმით, რომ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში უჩივლა, რომლის მიხედვითაც ეს ტარიფების ომი, ასე ვთქვათ, დაუშვებელია და საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაცია მოგეხსენებათ ბრეიტონ ვუდის ერთ-ერთი ინსტიტუტი არის, რომელსაც თავად შეერთებული შტატები უკვე ანგრევს და ეს მექანიზმი გამოიყენა ჩინეთმა შეერთებული შტატების წინააღმდეგ. და მეორეს ის, რომ ჩინეთმა ამ ტრამპის ასე ვთქვათ ხისტ პოლიტიკას უპასუხა ძალიან მკაცრად და თავადაც დაუნიშნა ტარიფები იმ პროდუქციაზე, რომელიც შემოდის შეერთებული შტატებიდან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მექსიკაში ძალიან მრავლად არის ჩინური საწარმოები, ანუ რაც მექსიკიდან შედის შეერთებულ შტატებში პროდუქცია, მნიშვნელოვანწილად ეს არის ჩინური პროდუქცია, რომელზეც მოხსნილი არის, ანუ
მოხსნილი არის ის ტარიფი და ჩინეთს გაცილებით მეტი უპირატესობა აქვს შეერთებულ შტატებთან მიმართებაში. მეორეს მხრივ იგივე ევროპა, რომელიც ვასალად ითვლება შეერთებული შტატებისა, ევროპამაც კი არ დაუთმო შეერთებულ შტატებს და იქ რა თქმა უნდა ლიბერალური ძალები არიან, მე უბრალოდ კონსტატირებას ვახდენ იმ ფაქტისა, რომ დასავლეთში ევროატლანტიკური ბლოკის ქვეყნები ერთმანეთში სატარიფო ომით არიან, სატარიფო ომი გაჩაღებული და ისინიც ამბობენ, რომ ამას ტრამპის პოლიტიკას უპასუხებენ ძალიან ხისტად და იგივე ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოსტას ინიციატივით შეიკრიბა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და მათ გადაწყვიტეს, რომ ასე ვთქვათ, გვერდით დაუდგებიან დანიას და არ დაუთმობენ შეერთებულ შტატებს გრენლანდიას. ანუ ეს იყო ძალიან ხისტი პასუხი როგორც ჩინეთის მხრიდან, ასევე ევროპის მხრიდან, ხო? და ეს ასე ვთქვათ, ჩვენთვის უნდა იყოს საშუალება იმისა, რომ და უნდა ვისარგებლოთ ამით, რომ გავიძლიეროთ სუვერენიტეტის ხარისხი, რასაც ჩვენ ხშირად ვაცხადებთ და ვისარგებლოთ ამ სიტუაციით და გავატაროთ ის კანონები, ის რეფორმები, რომელიც გამოგვიყვანს დასავლეთის წნეხიდან. და არავითარ შემთხვევაში კი არ უნდა დაუთმოთ, არაფერ, პირიქით, უნდა გადავიდეთ ასე ვთქვათ, შეტევაში პოლიტიკური თვალსაზრისით და ეკონომიკური თვალსაზრისით და დღეს ხედავთ, რომ საქართველოს პარლამენტში მზადდება ფარას კანონის ანალოგიური კანონი, ანუ დაკოპირებული და რა თქმა უნდა ეს არის გაძლიერება უცხოური აგენტურის წინააღმდეგ და მათი დაფინანსების წინააღმდეგ, მაგრამ აქ არის ერთი მომენტი, რომ ბატონმა მდინარაძემ განაცხადა, რომ თუ ფარას კანონი იქნება მიღებული, იქნება გაუქმებული გამჭვირვალობის კანონი, მაგრამ გამჭვირვალობის კანონს ჰქონდა ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, რომ ფარას კანონისგან განსხვავებით 20%-ზე მეტი დაფინანსების შემთხვევაში იქნებოდა აქტიურდებოდა ეს კანონი და იმ ორგანიზაციას, რომელიც დაფინანსებას ღებულობდა საზღვარგარეთიდან, მას ვალდებულება ექმნებოდა, რომ დარეგისტრირებულიყო როგორც უცხოური აგენტურის გამტარებელი ორგანიზაცია. აი ეს უნდა შენარჩუნდეს, მე ვფიქრობ და რა თქმა უნდა, ეხლა ფარას კანონი გაცილებით ხისტი არის, იქ ჯარიმები არის $250,000 თუ არ დაარეგისტრირა ორგანიზაციამ როგორც უცხოური გავლენის ასე ვთქვათ აგენტი, არ დაარეგისტრირდა და დამალა ეს ხარჯები, დაჯარიმდება $250,000 და ასევე 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა არის. რა თქმა უნდა, ეს უფრო ხისტი კანონი არის და ძალიან საჭირო კანონიც არის. ასევე მე მინდა აღვნიშნო ამ კვირაში რა ცვლილებები მოხდა, ესე იგი, საკმაოდ ისეთი ძლიერი ნაბიჯები, ანუ ასე ვთქვათ, სუვერენიტეტის გაძლიერების მიმართულებით იყო გადადგმული ნაბიჯები. მაგალითად, აიგრძალა ის 45 ასე ვთქვათ, ის სამი პარტიის 59 უკაცრავად მანდატის გაუქმება მოხდა. პარლამენტში აღარ იქნებიან არც ნაცები, არც მათი სატელიტები, რა თქმა უნდა, დარჩა ახლა გახარია როგორც ნაცების სატელიტი, მაგრამ ეს ალბათ დროებითი არის და ისინიც იქნებიან გამოძევებული საქართველოს პარლამენტიდან, ასევე დაიწყება შეიქმნა უკვე საპარლამენტო სამგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებს 2003-დან 2012 წლამდე სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებებს იმ დონით, რომ ეს დამნაშავეები იქნან დასჯილი სამაგალითოდ და სამომავლოდ აღარ განმეორდეს საქართველოში მსგავსი დანაშაული ქართული ხალხის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეკონომიკური მიმართულებით გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როდესაც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კიდევ 4 წევრი ეროვნული ბანკის საბჭოში, მოგეხსენებათ ბოლო წლების განმავლობაში ეროვნული საბჭოს წევრები, 9 წევრი არის და აქედან რამდენიმე იყო უცხოელი იყო, ანუ კანონში არის ეს მითითება, რომ იქ უნდა იყოს უცხოელი და დღეისათვის უკვე ეს 4 ადამიანი, ვინც დაინიშნა ეროვნული ბანკის საბჭოში, არიან საქართველოს მოქალაქეები, ქართველები და 9 იქნება საქართველოს მოქალაქე და აღარ იქნებიან უცხო ქვეყნის წარმომადგენლები და რეზიდენტურა, რომელიც გავლენა ჰქონდათ ეროვნულ ბანკზე.
ასევე კანონი მედიასთან დაკავშირებით, ესაც ძალიან საინტერესო მომენტია, დიახ. ძალიან საინტერესოა იმ მიმართულებით, რომ ჩვენ უნდა დავამკვიდროთ მედიის და ჟურნალისტიკის კულტურა. ხო, ეს კანონი იმაზე მიუთითებს და რომ აღარ იყოს ასე ვთქვათ, სიძულვილის ენა იგივე ეს ბრალდებები, უსაფუძვლო ბრალდებები და დისკრედიტაცია პოლიტიკოსებისა თუ სხვა რიგითი მოქალაქეისა. ასევე უნდა იყვნენ ჟურნალისტი უნდა იყოს, ეთიკა უნდა კონდეს ჟურნალისტს და არ უნდა გადავიდეს ზღვარს, ხო? არ უნდა გამოიყენოს სხვადასხვა პროპაგანდისტური მეთოდები და ზეგავლენა რესპონდენტზე და ზოგადად მოსახლეობაზე, რომ გაატაროს გარკვეული პროპაგანდა, რომელიც მიღებულია მაგალითად დასავლეთიდან დირექტივის სახით. და რა თქმა უნდა, ეს კანონი ითვალისწინებს მედიის არ დაფინანსებას საზღვარგარეთიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კანონები იყო და ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე ის, რომ საქართველოს უარი თქვა, ესე იგი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე იქნა გამომდინარე, რომ ევროსაბჭო ითხოვდა სანაცვლოდ იმისა, რომ საქართველოს დელეგაციას მიეღო მონაწილეობა საპარლამენტო ასამბლეაში, ამის სანაცვლოდ ისინი ითხოვდნენ ახალ არჩევნებს, ისინი ითხოვდნენ იმ კანონების გაუქმებას, გამჭვირვალეობის კანონის გაუქმებას და სხვა მოთხოვნებს, რომელიც საქართველოს მხარისთვის არ იყო მისაღები და საქართველოს როგორც ასე ვთქვათ, სუვერენული ქვეყნის პოლიტიკა არის ისე უპასუხა, ხო? უარი თქვა საერთოდ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და ამის შემდეგ უკვე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მთავრობის შენობებზე აღარ იქნება ევროკავშირის დროშები და როგორც ახლა გამახსენდა კონფუცის სიტყვები, რომ სოფლიოს მართავენ სიმბოლოები და არა კანონებიო. ნუ ეს ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანწილად იმაზე მიუთითებს, რომ სიმბოლიკა უნდა იყოს შეცვლილი საქართველოში და ჩვენ არ გვჭირდება გარყვნილების პროპაგანდასთან ასოცირებული ევროკავშირის დროშები და სხვა ქვეყნის გაერთიანებების დროშები, სადაც საქართველო არ არის და ასევე უნდა იყოს ამოღებული კონსტიტუციიდან ევროკავშირში გაწევრიანების მუხლი და რა თქმა უნდა ნატოში გაწევრიანების მუხლიც და ძალიან ისეთი არ არის ასე ვთქვათ, არ უნდა დავტოვოთ ყურადღების მიღმა ის ფაქტი, რომ ტრამპის პირობებში საქართველოს ასე ვთქვათ, თავს მოახვიეს ის, რომ საქართველო ჩართეს ასევე ნატოსა და საქართველოს ერთობლივი წვრთნების პროგრამებში და ეს კიდევ იმაზე მიუთითებს, რომ ტრამპი აგრძელებს ასე ვთქვათ, ცდილობს გაატაროს ის პოლიტიკა, რომელიც მიმართული არის მილიტარიზაცია, რეგიონების მილიტარიზაციაზე და ამაში უნდა ცდილობენ ჩართონ საქართველოს და საქართველოს პასუხი უნდა იყოს ძალიან მკაცრი, ძალიან ხისტი და ჩვენ ერთადერთი გამოსავალი გვაქვს აქედან და ჩვენი წინაპრები ბოლო 250 წელია აი მსგავსი წნეხის დროს იყენებდნენ ერთ-ერთი ტექნოლოგია ჰქონდათ, ხო? და ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც ჩვენ გვეხმარებოდა და ნამდვილად მოკავშირე იყო, ხო? ეს არის რუსეთი, ჯერ რუსეთის იმპერია, შემდეგ საბჭოთა კავშირი და დღეს უკვე რუსეთის ფედერაცია, რომელსაც შეუძლია იყოს რეგიონში უსაფრთხოების გარანტი და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ იგივე რაც მოხდა კურსკში, ის პროვოკაცია და სხვა ასე ვთქვათ შესაძლო პროვოკაციები დღესაც გრძელდება, ხო, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომელსაც იგივე ვაშინგტონი აფინანსებს მიუხედავად იმისა, რომ იქ ვითომ უსაიდი ასე ვთქვათ გადააფორმატირეს და ამაზე კიდევ ცალკე ვისაუბრო. უბრალოდ მინდა თქვა, რომ აუცილებელი არის საქართველოს აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და შემდეგ უკვე სამოკავშირე ურთიერთობები, რომ საბოლოოდ გამოვიდეთ აი ამ დასავლური წნეხისგან და გამოვიდეთ აი ამ მილიტარიზაციისგან, პროვოკაციები აღკვეთოთ და გავიძლიეროთ როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ზოგადად უსაფრთხოება. ხო, ეს არის აუცილებელი. ამასობაში ევროპარლამენტში იქნება კიდევ ერთი განხილვა საქართველოს შესახებ, ოღონდ 13 რიცხვში.
დაახლოებით ერთ კვირაში უყრიან კენჭს მორიგ რეზოლუციას. თქვენ როგორ ფიქრობთ, გიორგი, ახლა თქვენ ახსენეთ ისეთი მომენტები, სადაც ურთიერთგაგება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის შორის არ არის რაღაც რიგ საკითხებში. და თუნდაც აი ღაზაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობდით, ის თუ მაგალითად ბენიამინ ნეთანიაჰუ მიიღო დონალდ ტრამპმა დიდი სამბით და ყველაზე მთავარი სანქციები დაუწესა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, ანუ ჰააგის სასამართლოს ტრამპმა დაუწესა სანქციები. პუტინმა რო დაუწესა და სლეტკომმა, ანუ საგამოძიებო კომიტეტმა კარიმ ხანზე რო გასცა დაპატიმრების ორდერი, ეს არავის არ ახსოვს, მაგრამ ტრამპი უკვე უწესებს ამ ჰააგის სასამართლოს სანქციებს, რაც პრინციპში უკვე გასაგებია, რომ საერთოდ არაფრად არ მიიჩნევენ ამ ინსტანციას. და აქ ვერ უგებენ რაღაც საკითხებში ამერიკელები და ევროპელები ერთმანეთს. ასე მაგალითად ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ უნდა კონდეს ამ სასამართლოს ესეთი შეღწევადობის უფლება ყველა ასეთ საქმეებში, რაც ახლა პრობლემურია, როგორც ჩანს ამ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, მაგრამ ის რაც ღაზასთან დაკავშირებით ტრამპმა თქვა, თუნდაც ის რომ რივიერა უნდა გაშენონ და ეს მთელი პალესტინელები, ანუ ღაზას სექტორში მცხოვრებლები გადანაწილდნენ სხვადასხვა ქვეყნებში, ამან გამოიწვია მკვეთრი უარყოფითი რეაქცია იგივე ევროკავშირში. პირდაპირ ამბობენ, რომ უნდა განახორციელდეს, შესრულდეს რეზოლუცია ორი სახელმწიფოს შექმნის შესახებ 1947 წლის და 67 წლის. ასეთივე რეაქცია ჰქონდა ჩინეთს. და აი სწორედ ეს იწვევს აი ამ გაუგებრობებს, რაც ამჟამად ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის და ის რეზოლუცია, რაც შეიძლება საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ მიიღონ. ხო, რამდენია უკვე მიღებული ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში, ვიდრე 1, 4 თუ 5 რეზოლუცია. ყველანაირად სანქციების ქვეშ ვართ ფაქტიურად. რა შედეგი ექნება კიდევ ერთ ასეთ რეზოლუციას, რომელსაც 13 რიცხვში ალბათ იმსჯელებენ, შეიძლება 14, კენჭს უყრიან ყოველ შემთხვევაში და კიდევ ერთხელ იქნება რა მწვავე პროტესტი საქართველოს მიმართ გამოხატული დიდი ალბათობით. ან რაღაც სანქციებზე შეიძლება შეთანხმდნენ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტურია ეს პოლიტიკური სვლა საერთოდ ბრიუსელი იქცევა თუ არა სწორად საქართველოსთან მიმართებით? მოგეხსენებათ იგივე ჯო უილსონმა რამდენიმე დღის წინ თუ არ ვცდები გუშინ კონგრესის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ის კანონი, რომელიც მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ, ანუ სანქციები კანონის სახით გამოაქვეყნეს ვებგვერდზე და ესე იგი, როგორც ვაშინგტონი, ისე ბრიუსელი ყოველდღიურად ცდილობს საქართველოს წინააღმდეგ გაამკაცროს სანქციები და ეს არის ფაქტიურად შანტაჟის ენით საუბარი იმ რეფორმებზე, რაც მიდის, იმ რეფორმების წინააღმდეგ, რაც მიდის საქართველოში, რომ ეს არის ქართული ხალხის ბრძოლა, ზუსტად იმ კოლონიალური რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც ცდილობს თავს მოგვახვიოს კოლექტიურმა დასავლეთმა. და მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი დღეს ფაქტიურად კონფრონტაციაში იმყოფება, გასულ წინა გადაცემაში ამაზე დეტალურად ვისაუბრე, რომ ესე იგი ევროპაში დღეს გააქტიურებული არიან კლინტონების კლანი, რომელიც ბაიდენის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც დამარცხდა ტრამპთან ვაშინგტონში და დღეს ცდილობენ ბრიუსელის ბაზაზე, ასე ვთქვათ, ევროპაში დაიმკვიდრონ პოლიტიკური, ასე ვთქვათ, დაბანაკდნენ პოლიტიკურად და ასევე მათ ხელს უწყობს ბრიტანეთის მხარიც. ანუ ბრიტანეთი და ეს კლინტონების კლანი დღეს კურირებს ევროპას ნაწილობრივ და ზუსტად ისინი ცდილობენ ჩვენ წინააღმდეგ სანქციები გააქტიურონ, მხარი დაუჭირონ იგივე
რადიკალურ ოპოზიციას, იგივე საკეთებს ტრამპის მხარეც, როგორც ხედავთ, იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე დღის წინ ბატონი მდინარაძის განცხადებაზე, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ეს აქციები დიდი ალბათობით შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან არის, ასე ვთქვათ, საქმის კურსში არიან და მათი მხარდაჭერით ხორციელდება და ამაზე შეერთებული შტატების საელჩომ, ასე ვთქვათ, ძალიან ხისტად უპასუხა, ხო? ანუ კონფრონტაცია გრძელდება როგორც ბრიუსელთან, ასევე ვაშინგტონთან და ეხლა ბრიუსელთან მიმართებაში რაც წეღავ თქვი რომ საქართველოს დატოვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ეს არის საქართველოს ხელისუფლების პასუხი იმ პოლიტიკაზე, რასაც ატარებს ბრიუსელი და ეს აბსოლუტურად სწორი მიმართულება არის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და ასე უნდა გააგრძელონ და ამაში რა თქმა უნდა ხალხი მხარს დაუჭერს და ეს იქნება ერთადერთი გზა რომ გამოვიდეთ დასავლეთის წნეხისგან, რა თქმა უნდა იმასთან ერთად რაც წეღავ თქვი რომ რუსეთთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობები ამის გარეშე ჩვენი რესურსები ძალიან გაგვიჭირდება, ხო? მიუხედავად იმისა რომ იქ ჩინეთიც შეიძლება დაგვეხმაროს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მხოლოდ რუსეთს შეუძლია რეგიონი გამოიყვანოს აი ამ წნეხიდან. მეორეს მხრივ, ეხლა რო ცხადდება, რომ იქ USAID გადაფორმატირდა, იქ დაუქვემდებარე სახელმწიფო დეპარტამენტს და ასე შემდეგ, იქ ასე ვთქვათ, ჩინოვნიკები გაუშვეს თანამდებობიდან, მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის, რომ რატო გადააფორმატირეს და რატო არ გააუქმეს. ხო, აი ეს ხო კითხვა ჩდება, ხო? მე გეტყვით რომ რატო საერთოდ დააყენეს USAID-ის საკითხი? იმიტომ რომ შეერთებულ შტატებს აქვთ ძალიან ეკონომიკურად, ასე ვთქვათ, ძალიან რთული სიტუაცია, ეკონომიკური კრიზისი არის და ილონ მასკმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ბიუჯეტი, რასაც მე წინა გადაცემებშიც საუბრობდი, ესე იგი 2 ტრილიონი აქვს დეფიციტი შეერთებული შტატების ბიუჯეტს. და შესაბამისად აღარ აქვს საშუალება იგივე USAID დააფინანსოს, რომელიც წელიწადში დაახლოებით 50 მილიარდის ბიუჯეტი ჰქონდა და ასევე სხვა მიმართულებით წყვეტენ დაფინანსებას ზუსტად იმიტომ რომ საშუალება აღარ აქვს, თორე იმიტომ კი არა რომ რაც კეთილშობილური მიზნები აქვს და USAID მაგითო დახურეს, ეს სისულელი არის. ერთი ხო არ დახურეს, გადააფორმატირეს და რომ დაეხურათ, გასაგები იქნებოდნენ, რომ მათ მართლაც ეს მიზნები აქვთ, მაგრამ ისინი ცდილობენ რომ დააკონსერვონ და როდესაც რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც გაძლიერდება ვაშინგტონი, ისინი განაახლებენ იგივე სავარაუდოდ განაახლებენ USAID-ის პროგრამას. ისინი უარს არ ამბობენ სახელმწიფოში, სახელმწიფოების წინააღმდეგ იგივე სანქციებზე. აი მაგალითად ირანთან დაკავშირებით განაცხადა ტრამპმა, რომ გაამკაცრა ხელი მოაწერა უკვე მაქსიმალურად მოაწერა ხელი, რომ მაქსიმალურ ზეწოლას განახორციელებს ირანზე. და აი რატო ისმის კითხვა. ხო და ირამ ამაზე უპასუხა იმით, რომ ის ასე ვთქვათ, ძალიან ახლოს არის ბირთვული იარაღის შექმნასთან. ანუ ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია გრძელდება, იგივე ისრაელს როგორც გავრცელდა ინფორმაცია, ტრამპი მოამარაგებს ისრაელს ასე ვთქვათ, იმ ჭურვებით და სარაკეტო სისტემებით, რომელიც ისრაელს დაეხმარება კონფლიქტში. კარგი ვთქვათ, სიტყვაზე ისრაელის მომარაგება იარაღით იმ ლოგიკიდან გამომდინარე ხდება, რომ ისრაელმა წინააღმდეგობა გაუწიოს დამასკში მოსულ იმ ტერორისტულ დაჯგუფებებს, ბოევიკებს, რომლებიც ადრე თუ გვიან, როგორც ამბობენ, დაიძვრებიან ისრაელის წინააღმდეგ, მათ შორის გოლანის მაღლობების ტერიტორიისთვის, რომ იბრძოლონ, ხო? გასაგებია, რომ ამის ისრაელს აძლიერებს, მაგრამ რაც თქვა ღაზასთან დაკავშირებით, ხო შეეძლო ტრამპს თუ ის მშვიდობით არის, ხო მშვიდობის მიმართულებით ცდილობს პოლიტიკა შეატრიალოს შეერთებული შტატების, მაშინ მას უნდა განეცხადებინა პირველ რიგში, რომ ჰუმანიტარული მისიით, ხო იქ 45,000 მშვიდობიანი მოსახლეობა არის დაღუპული ღაზას სექტორში და პირველ რიგში ამ მოსახლეობას ჭირდება ჰუმანიტარული დახმარება და არა გადასახლება, როგორც ეს უკვე მუქარა იყო, რომ მათ გადაასახლებდა რა და ანუ შეერთებული შტატების პოლიტიკა არ იცვლება, ჩვენ არ უნდა გქონდეს ილუზიები და უნდა გქონდეს ძალიან პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ გავაძლიეროთ რეგიონში, ასე ვთქვათ,
თანამშრომლობაზე უნდა იყოს მიმართული, მაგალითად 3+3 ფორმატთან დაკავშირებით, რომ ჩავერთოს საქართველოს ადრე თუ გვიან ეს უნდა მოხდეს და რაც უფრო მალე მოხდება, მით უკეთესი ხო ჩვენთვის, იმიტომ რომ ამ ფორმატში ჯერჯერობით იგვიანებს უბრალოდ ეს უფრო მეტი კონცენტრაცია ამ პროექტის გარშემო. ხა ირანი ახსენეთ და ტრამპის მიერ სანქციების გამკაცრება, უბრალოდ თავისი პრინციპების და პოზიციის უფრო გამკაცრება ირანის მიმართ მართალს ბრძანებთ იქ რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში შეიძლება გაანაგრძოს შტატებმა თავის ექსპანსიონისტური პოლიტიკა. ეს არის უბრალოდ არა მხოლოდ პოლიტიკური არამედ ასევე ტაქტიკური ცვლილებები. რაც ერთი შეხედვით ჩანს, რომ აი USA-იც აუქმებს, სინამდვილეში იქ რუბიომ გადაიბარა ყველაფერი. აი ეს მთელი აი სამკუთხედი რაც იკვეთება, თუნდაც ის რომ სირიაში შეიცვალა მომენტალურად ხელისუფლება. რუსეთს დაუსვეს საკითხი სამხედრო-საზღვაო ბაზის გაყვანასთან დაკავშირებით. ის სირიელია ეხლა ხელმძღვანელი, ვინც ქვეყნის სათავეში მოექცა, დღეს რიტორიკა ცოტა შეცვლილი აქვს და ამბობს, რომ იცით რა, შეიძლება რუსეთმა დატოვოს სამხედრო-საზღვაო ბაზა ტარტუსში, უბრალოდ ჩვენ ამისგან უნდა გქონდეს მოგება. აი ამ მოგებაზე წავა თუ არა რუსეთი, ანუ ეს პირობა მისთვის მისაღები იქნება თუ არა, ეს კიდე დამატებითი საკითხია. მაგრამ როდესაც ღაზას მოსახლეობისგან დაცლას გეგმავს ტრამპი, ასევე მანამდე სირიაში შეცვალეს ხელისუფალი. და ანალიტიკოსები მიუთითებენ იმაზეც, რომ ისრაელი ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში რეგიონში ბევრად გაძლიერებული იქნება. ანუ მისი პოლიტიკა დომინანტი იქნება რეგიონში. ნუ სულ მცირე 4-5 წლის განმავლობაში. ეს ხომ არ მიუთითებს იმაზე, რომ ახლო აღმოსავლეთში უფრო აპირებს გამაგრებას ტრამპი, ვინაიდან ნუ უფრო ქვემოთ თუ გადავინაცვლებთ იქ წითელ ზღვაში ორმუზის სრუტეში კონცენტრირებულია მთელი ეს კი ნუ ხუსიტები ერთი, მაგრამ რესურსების გატანა, ანუ ნავთობპროდუქტების გატანა, ანუ ტანკერების მოძრაობა, ეს ნუ რეგიონია ისეთი, ანუ ოპეკში უმეტესობა ქვეყნები არიან ნავთობმომპოვებელი ქვეყნები, თან რეგიონში არიან ისინი განლაგებული. ნუ ისეთი ვითარებაა, რომ ტრამპი როგორც ჩანს, მაინც აპირებს კონტროლს. სოფლიოში სხვადასხვა წერტილებში, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ყოველთვის ჰქონდა. კი, ხო და აი ამ პირობებში ირანზე კიდევ ერთი ასეთი მუქარა, რომ თან ხელი მოაწერა უკვე შევიდა ძალაში და საპასუხო განცხადება იყო ალი ხამენეის მხრიდან, რომ თუ კი ირანზე იქნება მიტანილი შეტევა, აუცილებლად საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს ირანი. ანუ აქ პირდაპირ სიტყვით, ნუ ითქვა ასეთი რამ, რომ თუ რომელიმე ავიამზიდიდან, მაგალითად ირანის რომელიმე ქალაქზე, აი თქვათ ნათანზე, სადაც მუშაობენ ეს ცენტროფუგები, სადაც მიმდინარეობს ურანის გამდიდრება, იქნება მიტანილი ფრთოსანი რაკეტებით, თქვათ ტომაგავკებით შეტევა. ირანს აქვს ის ძალა, რომ მოახერხოს შემოვლითი გზებით ასევე sapasukho რეაქცია იქონიოს შტატების წინააღმდეგ. კი, რა თქმა უნდა, ირანმა უკვე მოახდინა მის დემონსტრირება, ჩვენ გვახსოვს. ნუ ახლა ჩვენთვის ებრაელი ხალხი მოძმე ხალხი არის და ირანთანაც ასე ვთქვათ, კარგი ურთიერთობა გვაქვს და ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ახლო აღმოსავლეთში მოხდეს კონფლიქტის დასრულება. და მშვიდობას უსურვებთ ყველას, მაგრამ ნუ აანალიზებთ ახლა პრაგმატულად და ირანმა მოახდინა უკვე იმის დემონსტრირება, რომ ისრაელის მხრიდან შეტევის შემთხვევაში იქნება ძალიან ხისტი პასუხი და ის რაკეტები, რომელთაც იყო ასე ვთქვათ, საპასუხო დარტყმა მიყენებული, თუ არ ვცდები ნოემბერში, მაშინ ეს რაკეტები იყო ჰიპერბგერითი, სადაც შიგთავსი არ იყო, ანუ ქობინი არ ქონდა და როცა ცვიოდა, არ ფეთქდებოდა. ანუ ეს იყო დემონსტრაცია იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს გადავლახოთ ის რკინის ქოლგაქვია, ხო თუ არ ვცდები სარაკეტო, ანტისარაკეტო თავდაცვას ისრაელისა და ის ანტისარაკეტო კომპლექსი შეგვიძლია გადავლახოთ და ასე თქვა მივაყენოთ დარტყმაო. მაგრამ ნუ ისრაელის მხარე ახლა ნუ ნათანიახუ
თავისი ქვეყნის მტერია ფაქტიურად რა, ისევე როგორც ძალიან ბევრი ქვეყნის ლიდერი, მათ შორის ზელენსკი, რომელიც საკუთარ ხალხს ებრძვის ფაქტიურად იმით, რომ კონფლიქტებში რთავს ქვეყანას. და რა თქმა უნდა, ირანი უპასუხებს და ასევე ღაზასთან დაკავშირებით ჩვენ ნახეთ, რომ არაბული ქვეყნების, მათ შორის საუდის არაბეთის გაერთიანებული არაბთა ემირატების, ეგვიპტის და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება იმის საპასუხოდ, რაც თქვა ტრამპმა, რომ ღაზას სექტორის მოსახლეობამ უნდა დატოვოს ეს ტერიტორია, მათ განაცხადეს, რომ ისინი დაიცავენ პალესტინელ მოსახლეობას და ამასთან დაკავშირებით ასევე ჩინეთმაც განაცხადა, რომ ის დაიცავს პალესტინელი ხალხის და ღაზას მოსახლეობის ინტერესებს და არ დაუშვებს ამას. ანუ მიდის ესკალაცია მსოფლიოში, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ქვეყნების და მათ შორის ზესახელმწიფოების ინტერესების კვეთა და კონფლიქტის ესკალაცია და უბრალოდ მიზეზი იცით რა არის? ანგლოსაქსებს არ შეუძლიათ აი მშვიდობიანად მოაგვარონ ნებისმიერი საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ამის სურვილი აქვს, ხო, ტრამპ აცხადებდა და იგივე რუბიოც აცხადებს, სხვადასხვა განცხადებები კეთდება, რომ ისინი მშვიდობის მომხრე არიან, მაგრამ ამას ვერ აკეთებენ, აი პრაქტიკაზე სურვილიც რომ გქონდეთ ვერ აკეთებენ, იმიტომ რომ არ აქვთ ამისი არც პრაქტიკა აქვთ, არც ტვინი ყოფნით ამის, რომ მშვიდობიანად მოაგვარონ იგივე ჩინეთთან, რუსეთთან, ირანთან და სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. იგივე ირანთან დაკავშირებით ილონ მასკი სულ სხვა განცხადებას აკეთებდა, რომ ეს ქვეყანა არის ძალიან საინტერესო ინვესტიციების მიმართულებით და უახლოეს მომავალში აპირებს ირანში ვიზიტს. და ამის შემდეგ ტრამპი სულ სხვა რაღაცას აცხადებს, ხო? იგივე რუბიო ამბობდა ჩინეთთან მიმართებაში, რომ პოლიტიკურად მოუმწიფებელიაო ეს სახელმწიფო, 5000 წლიანი ისტორია აქვს ჩინეთს და ამას რო იტყვი ახლა რომელი დიპლომატი შენ ხარ, ხო? სახელმწიფო დეპარტამენტის თავკაცზე ვამბობ რუბიოზე, რომელმაც ჩინეთის წინააღმდეგ გააკეთა ეს განცხადება და მაშინ როდესაც ტრამპი ამბობდა, რომ სი ძინპინთან ექნებოდა შეხვედრა და ჩავიდოდა ჩინეთში და ანუ აი სრული დომხალი არის ვაშინგტონში, აბსოლუტურად გაუგებარი არის რა პოლიტიკა უნდა გაატარონ. სანქციების და ტარიფების ომს უცხადებენ იგივე კანადას, რომელთანაც ასე ვთქვათ ძალიან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები აქვს და ყოველ დღე კანადიდან შეერთებულ შტატებში შედის დაახლოებით 4 მილიონი ბარელი ნავთობი, სულ 9 მილიონი ბარელი ნავთობის იმპორტი ხდება შეერთებულ შტატებში და აქედან 40% ზუსტად კანადიდან ხდება და მას რო უწესებს სანქციებს, ეხლა რას უნდა ელოდე, ხო და ნუ ამ შემთხვევაში კანადამ დაუთმო, მაგრამ ამავე დროს კანადა ცდილობს ასე ვთქვათ ექსპორტის დივერსიფიკაციას, ანუ იმ ნავთობის, რომელიც შეერთებულ შტატებში არის, შეერთებულ შტატებისთვის არის განსაზღვრული, ამ ნავთობის სხვა ქვეყნებში ექსპორტისთვის ემზადება. ანუ ყველა ქვეყანა ცდილობს შეერთებული შტატების აი ამ მილიტარისტულ და სანქციებზე ორიენტირებულ პოლიტიკას წინ აღუდგეს და ჩვენ ვხედავთ, რომ სოფლიო, ასე ვთქვათ, შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ის იმ ქვეყნების ასე ვთქვათ, გაერთიანებები, რომლებიც ერთობლივი ძალებით წინ აღუდგებიან ტრამპის პოლიტიკას, ხო? აი ამ მილიტარისტულ პოლიტიკას. იგივე ბრიქსის ქვეყნებში ახლა 100%-იან გადასახადს დაუწესებდა და დაემუქრა ტრამპი ბრიქსის ქვეყნებს, თუ ისინი დაიწყებენ დედოლარიზაციის პროცესს. ანუ დოლარზე თუ იტყვიან უარს. ეს ხო არის აი შანტაჟის ენით საუბარი, ეს ხო არის ასე ვთქვათ, იმ პოლიტიკის გატარება, რასაც აკეთებდა იგივე ბაიდენი, ხო? აი რითგან სხვადება ტრამპი ბაიდენისგან. იმით რომ ისე რაც ეღამ თქვი რომ ასე ვთქვათ ვითომ ლიბერალი აღარ არის, მოირგო ნიღაბი მოირგო კონსერვატორისა და ატარებს იგივე მილიტარისტულ პოლიტიკას. მაგრამ იმედი არის რომ იგივე ასე ვთქვათ ჩინეთში ბრიქსის ქვეყნებში გამოინახება ის რესურსი, რომ დაიშალოს დოლარის სისტემა, რომელიც ფაქტიურად არის მსოფლიოსთვის გადაქცეული არის მსოფლიოსთვის საძარცვის სისტემა და აი ამ სისტემის მიხედვით შეერთებული შტატები მარაგდება რესურსებით და აი ამ რესურსებს იღენებს მერე იმისათვის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაატაროს მისთვის საჭირო კოლონიალური პოლიტიკა და როგორც და ქვეყანები გადააქციოს კოლონიებად.
იქნებათ. იგივე საქართველოს მიმართებაშიც დღესაც ტრამპი აგრძელებს ამ პოლიტიკას და სულაც არ ცვლის იმ გადაწყვეტილებას, რაც მიიღო ბაიდენმა. ანუ სანქციებს გულისხმობ, ხო შეუძლია ტრამპს რომ თქვა ერთი ხელის მოწერით გააუქმოს ის სანქციები, ხო? მაგრამ ის არ აკეთებს ამას და სანაცვლოდ ამისა, ესე იგი, მისი პარტიის წევრის ჯო უილსონის ხელით ინიცირდება კონგრესში სანქციები, ასევე ანუ საკანონმდებლო დონეზე, რომლის შეცვლაც უკვე ძალიან ძნელი იქნება. ანუ შეერთებული შტატები ზრდის წნეხს საქართველოს წინააღმდეგ და ეს სავარაუდოდ გაგრძელდება და ჩვენ ამას უნდა დავხვდეთ ისე და უნდა მოვემზადოთ ამისთვის, აი ამ მათ შორის სატარიფო ბრძოლა იქნება ეს თუ სხვა სახის სანქციები, ამისთვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ და ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გამოძებნის იმ ძალას, რომ ჩვენ ეს ერთხელ და სამუდაოდ გათავისუფლდეთ აი ამ დასავლური კოლონიალური ასე ვთქვათ. ეს ჯო უილსონი ამბობს ასეთ რამეს, რომ საქართველოში არალეგიტიმური არჩევნები უნდა გაუქმდეს და ორპარტიულად შეგვიძლია ახალ არჩევნებზე მუშაობაო. ანუ წარმოიდგინეთ ტრამპის თანაპარტიელი რესპუბლიკელი კონგრესმენი, რომელიც ასევე არის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ამბობს ასეთ რამეს, რომ კი ეს არჩევნები უნდა გაუქმდეს და ახალ არჩევნებზე უნდა ვიმუშაოთ. გარდა ამისა, იმ ინიცირებულ კანონპროექტებზე, თუნდაც აი ეს მედიასთან დაკავშირებით, რომ მედია უნდა მოექცეს გარკვეულ ეთიკურ ჩარჩოებში, რა თქმა უნდა, გლობალისტებს და ლიბერალებს ეს არ მოეწონებათ, აი პირველი გამოხმაურებაც იყო ეს ლელოს პარტიაში ეს ქალბატონი ერთ-ერთი გალდავა, თუ არ მეშლება, თქვა, რომ აი ხელისუფლება ეხლა მალევე რო შეიცვლება, აუცილებლად გაუქმდება ეს კანონიც, იმიტომ რომ ასე არ შეიძლება, ანუ გიორგი, ეს ადამიანები გნებავთ ეს უილსონი ამერიკის შეერთებულ შტატებში და გნებავთ ეს ქალბატონი, რომელიც ახლა მე დავასახელი საქართველოში, უტრიალებენ ერთ თემას. ანუ ერთია მათი მიზანი და ტრამპის პრეზიდენტობა 5 წელი უცებ გავარდება. საქართველოს ხელისუფლებამ თავად თუ არ მიიღო რაიმე ქმედითი ნაბიჯები თუ არ გადადგა. გნებავთ იგივე რუსეთთან. აი დღეს უახლესი ამბავია. სოხუმის აეროპორტმა 30 წლის შემდეგ მიიღო პირველი რეისი ვნუკოვოდან. ეს არის 2000 კილომეტრი. ვინმეს საინტერესებს ან მოსკოვში ან სოხუმში ეს იკომოსი და უпростоრად ავიაფრენებთან დაკავშირებით ეს საერთაშორისო ორგანიზაცია მარეგულირებელი და ეს საკითხი, ანუ აი ასე მიმდინარეობს აქ სიტუაცია. დროზე თუ არ გადაიდგა რუსეთთან, თუ არ მოხდა და თუ არ შედგა დალაპარაკება, ან ნაბიჯები თუ არ გადაიდგა, რა გარანტია, რომ ამ ხალხის ეს იდეები, რასაც ესენი საუბრობენ, სისრულეში არ მოექცეს. რა თქმა უნდა, ეს რაც წერან მე ვთქვი, რომ ერთადერთი ასე ვთქვათ, საშუალება ის არის, რომ საქართველო გამოვიდეს აი ამ მოჯადოებული წრიდან, რა ვიცი, 2019 წლიდან როგორც მინიმუმ დასავლეთი ცდილობს აი ოცნების ხელისუფლებაში ყოფნისას და დასავლეთი ცდილობს, რომ აქ მოაწყოს სახელმწიფო გადატრიალება, რაც ბატონმა კობახიძემაც ბრძანა, ხო? და მიმართა, რომ ეს უკვე მეოთხე მცდელობაა, რომ მოაწყოთ რევოლუციაო და ნუ იმედია, რომ შეერთებული შტატების მხარე ამას შეწყვეტს, ხო? მაგრამ დასავლეთი ამას არ შეწყვეტს, გესმით? ამაში არის საქმე, რომ თქვენ ხელისუფლებას მიმართავ, რომ თქვენ არ უნდა გქონდეთ იმის იმედი, რომ იქ დასავლეთში რაღაც შეიცვლება და საქართველოს თავისი ნებით სწავლენ. ეს არ მოხდება და ჩვენ უნდა ვეძებოთ მოკავშირე, რომელიც დაგვეხმარება ამას. ჩვენი რესურსით ამას ვერ მოვახერხებთ და უნდა კიდევ ვიმეორებ, უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და შემდეგ უკვე სამოკავშირეო ურთიერთობები, რასაც ჩვენ რა მიმართულებისაც ჩვენი პარტია ძალიან ბევრს აკეთებს, მით უმეტეს ჩვენი ჩვენი პარტიის საერთაშორისო მდივანი ბატონი მამუკა ფიფია და რომელსაც კიდევ ერთხელ ამ სტუდიიდან მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ამისა რომ როგორც ჩვენი გუნდისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი კეთდება ამ მიმართულებით და იმედი არის, რომ სახელმწიფო დონეზე
გახდება აი ეს პროცესები ავა სახელმწიფო დონეზე და ხელისუფლება დაიწყებს პირდაპირ დიალოგს რუსეთის ფედერაციასთან და შემდეგ უკვე აღადგენს დიპლომატიურ ურთიერთობებს. Რა თქმა უნდა, ბრიქსის მიმართულებით უნდა იყოს გადადგმული ნაბიჯები. შემდეგ უკვე შეგვიძლია ევრაზიული კავშირის მიმართულებით გადავდგათ ნაბიჯები და ამ შემთხვევაში საქართველოს პროდუქცია, რომელიც წილად იწარმოება ძირითადად იქ ასე ვთქვათ სამეურნეო მიმართულებით, ანუ ხილი, ბოსტნეული, რომელიც ღვინო გადის ძირითადად რუსეთის ფედერაციაში და ამ შემთხვევაში საქართველოს პროდუქციაზე იქნება მოხსნილი საბაჟო გადასახადი, რუსულად NDS-ი ქვია, რომელიც 0%-დან იწყება, 0% არის იმ პროდუქციისთვის, რომელიც ძალიან იშვიათი პროდუქცია, რომელიც ესაჭიროება რუსეთს და შემდეგ უკვე 10%-იანი და 20%-იანია. წარმოიდგინეთ 20%-ის ნაცვლად, რომ საქართველოს ქართველი მეწარმე გადაიხდის 0%-ს და გაიტანს პროდუქციას, ეს იქნება მისთვის შეღავათი, ხო? და საქართველოსთვისაც ეკონომიკის განვითარების საწინდარი იქნება. აი ეს არის ერთადერთი ტექნოლოგია. მადლობა, გიორგი, გადაცემაში სტუმრობისთვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი გახდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტსაბჭოს წევრი, პოლიტოლოგი გიორგი ირემაძე. ჩვენ უკვე შევხვდებით ორშაბათს. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.